მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს გავაკეთეთ ცუდი გაშლა, საუბარი მის სულთან. ნახოთ მისი ფიქრები თქვენზე, გრძნობები, რაზე ნერვიულობს დაუშვათ, როგორ უნდა თქვენი ურთიერთობის განვითარება და ასე შემდეგ. ეხლა გავაკეთოთ გაშლა. ანუ უცბად ასე ნახოთ თქვენი ორივეს ენერგიები, რა ხდება თქვენს შორის, რომ თქვენი ცოდეთ, რომ ეს თქვენი გაშლა. და გოგო არის ეხლა, თქვენ ეხლა თქვენთვის ეს ურთიერთობა ძვირფასია, თქვენთვის ეს ურთიერთობა მნიშვნელოვანია, თქვენთვის ეს ადამიანი მნიშვნელოვანი არის რა, ამიტომ რომ თქვენ ნახეთ გოგოს როგორ უჭირებს ეს თავისი განძი, ხო? ანუ ბევრს ფიქრობდეთ სხვათა შორის მაგ ურთიერთობაზე, ბევრი რაღაცები გაიაზრეთ და მივხვდეთ, რომ პრინციპში მინდა რა ეს ადამიანი რა, მნიშვნელოვანია. თვითონ ადამიანიც არის როგორ, ნახეთ მაგაში რაღაც ახალი ენერგიები იღვიძებს და არის თითქოს აი რა არის, იცით მაგას ეთყობა, აქ ესეთი მომენტი არის, რომ აი თითქოს აი სხვანაირად გაიხსნა სიყვარული თქვენ აი აქ ელაპარაკებით სულებით, აქ სულებით არის ლაპარაკი, აქ არ არის даже თქვენ შეიძლება ნახოთ რა ხდება თქვენ შორის, მაგრამ იმის მიუხედავად რომ აი რაც არ უნდა ხდებოდეს, ხო, ამ ადამიანს თითქოს აი გულის ჩაქრა ის იმ დონეზე იხსნება, რომ მინდა ეს ურთიერთობა, მინდა ეს, რომ აი ეს ადამიანი არის, აი როგორ გითხრათ, აი სულს ელაპარაკება, შეიძლება თქვა თავის გონებაში გელაპარაკება, შეიძლება იხსენებს რაღაცა იმ მომენტებს, როცა ანუ თითქოს დამოკიდებული ვარ ამ ურთიერთობაზე რა. აქ რაღაც ახალი ენერგიები გაიხსნა ამ ადამიანში და თქვენ შორის რა ხდება და ეხლა არის როგორ შეიძლება ისეთი პერიოდი გქონდა თქვენ, როცა არ იყო თქვენთან ნამდვილად არანაირი ურთიერთობა, შეიძლება რაღაცა დაბრკოლებები გქონდათ ყოველს თავისი, მაგრამ ეხლა გამოდიხართ ამ მდგომარეობიდან და ძალიან აი თითქოს მოლოდინი, თითქოს ზოგისთვის შეიძლება დაბრუნდა კიდევაც უკვე ეს თუ თქვენ დაუშვათ ეხლა იყავით აი სიტუაციაში, აქ даже როგორ არის, აქ დასრულებაც კი არ გქონდა, თქვენ აქ რაღაცა შეიძლება მოგეცეთ საშუალება, რომ ერთმანეთთან არ გიშვებდნენ იმისათვის, რომ თქვენ რაღაცა პერიოდამდე მიხვედით, რომ უნდა გეფიქრათ რა, თქვათ, აგერ არის პენტაკლების მეფე, ხო, რომელიც თქვენზე აგერ ოცნებობს ზის რა. მანძილი გაქვთ, აქ უეჭველი მანძილი კი გაქვთ ყველა ვარიანტში. მოდით ახლა გავაკეთოთ ჩვენ თქვენი ფიქრები, მოკლე გაშლა უკვე ჩაგიწერეთ, ცოტა მოგვიანებით იქნება. ნახეთ, თუ ვისაც გაინტერესებს, ის საინტერესო გაშლა იყოს უთხრეს შორის. так, მისი ფიქრები, მისი გრძნობები, მისი მთავარი პრობლემა, რომელიც აი მისი მთავარი განცდა, მოდით ასე ვთქვათ, თქვენს ურთიერთობაზე. ვნახოთ ახლა რა უნდა რომ შეცვალოს, აი დაუშვათ რას ფიქრობს ეგ აი რა უნდა რომ შეცვალოს თქვენს ურთიერთობაში, რა მოსწონს თქვენს ურთიერთობაში და არ უნდა რომ შეცვალოს, როგორ უნდა რომ განვითაროს თქვენი ურთიერთობა, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ეს თქვენი ურთიერთობა, რის თქმა სურს, მაგრამ არ გეუბნებათ და სად მიდის ეს ყველაფერი, აი ესეც ვნახოთ ახლა ჩვენ. აქ კი, აქ უდიდესი, აქ თქვენ ძალიან ბევრს ფიქრობთ ამ ურთიერთობაზე, ბიჭებს აი ძალიან დიდი ტრანსფორმაცია, აი გადაფასება მოხდა ბიჭის თავში, აი რაღაცა სასწაული, მაგრამ აქ თქვენ მე იმდენად მიყვარს, აი ამ დასტაში საერთოდ, აი ეს მეექვსე არკანი, აი ზოგჯერ ახლა ადამიანებმა არ იციან, აი თქვათ მონათესავე, აი ეს სხვადასხვა რას ნიშნავს ახლა ეს ურთიერთობები და რაღაცები, მე ჩემ მოსწავლეებს კი ვასწავლე ამ ყველაფერს, მაგრამ რომ იცოდნენ რა როგორი ურთიერთობა არის და იმიტომ რომ აქ ვიტყოდი მაინც რომ რაღაცა მიახლოვებული არის ეს ურთიერთობა ტყუპების ალებზე. ეს სხვა თემა არის ძალიან მაგარი, მაგრამ აი ეგ რომ მნიშვნელოვანი არის თქვენთვის, რომ ამას არ უნდა თქვენი დაკარგვა, არავითარ შემთხვევაში უკვე მაჩვენებენ, იმიტომ რომ არც ალბათ თქვენ
იმიტომ რომ თქვენთვისაც მაჩვენებს რომ ძვირფასი არის ეს ადამიანი. მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ ანუ მისი ფიქრები თქვენზე. ნუ ძალიან რთული არის. აი აქ ფიქრობს რომ შეიძლება თქვენ დაასრულოთ. ან ფიქრობს შეიძლება რომ თქვენთვის ეს რთული პერიოდი არის. ან მასთან ურთიერთობა და რთული მოიცადეთ. სხვა დასტას ალიეხებ ახლა მე. შენ იქით წადე. მისი ფიქრები რატო ასეთი მძიმე, იცით როგორ არის? შეიძლება даже რას ფიქრობს თქვენზე, რომ თქვენ უკვე ისეთ ენერგიაში ხართ, რომ თქვენთვის თქვენ თვითონ ძალიან ბევრი რაღაცა ეთყობა გქონდათ აღებული ამ ურთიერთობაში. ანუ უკვე ძნელია თქვენთვის ეს ამ თვირთის თრევა, ასე რომ ვთქვათ რა. და ამიტომ უკვე აი როგორ ხართ, იცით, გინდათ ნამდვილად თქვენ, რომ აი დაუშვათ, შეიძლება ნახოთ ზოგჯერ არის ურთიერთობაში ყველაფერი თქვათ, ახლა ერთ პარტნიორზეა აბსოლუტურად რა. მაგრამ მოდის ეს პერიოდი, როცა ნამდვილად მე მინდა რომ იყოს ჩემს გვერდით ადამიანი, რომელმაც აიღოს თუნდაც ნახევარი თვირთი, ნახეთ როგორ არის აქ, ხო, ეს როგორი არქანი. ხო და ანუ ფიქრობს რომ თქვენთვის ძნელია ყველაფერი თქვენზე არის და გინდათ რომ დაუშვათ ადამიანმა რამენაირად აიღოს თავის თავზეც რამე თვირთი. კიდე აქ შეიძლება ზოგი ფიქრობს რომ რას ფიქრობს რომ შეიძლება თქვენ დაასრულეთ ეს ყველაფერი, ხო? ფიქრობს იმაზე რომ აი შანსი საერთოდ ვაფშე მაქვს მე იმისათვის რომ თქვათ რომ შეიცვალოს რამე. იმიტომ რომ ძალიან დიდი განცდები აქვს ადამიანს და ფიქრობს რომ თქვენ შეიძლება შეიცვალე და თქვენ შეიძლება სხვანაირი ხარ და თქვენ შეიძლება უკვე აღარ გინდათ არანაირი ეს მართლა ამ თვირთის ახლა თრევა ასე რომ თქვა და უკვე შეცვალეთ აი თქვენი მიდგომა მისი თუნდაც მისი გრძნობა სხვათა შორის აი შიში აქვს თქვენი დაკარგვის შიში მაგას გრძნობა როგორია აქვს იცი აი აქ უფრო მაჩვენებენ რომ შიში დასრულების შიში გრძნობა უფრო გრძნობაზე აქ მაჩვენებენ ესეთ აი იცით როგორ გრძნობა აქ даже გრძნობას მაჩვენებენ იმ თვალსაზრისით კი არა რომ მე რას შეიძლება მე ვგრძნობ რომ ეს წავიდა აი ეგეთი რაღაცა არის რა და მაგოგოს მიმართ რას გრძნობ შენ ანუ ეს წავიდა რა ეს პერიოდი ანუ აქ აჩვენებს რომ აი დავკარგე იმიტომ რომ კარგი პერიოდები კი ახსენდება მაგას რაც ქონდა თქვენს მიმართ და ეს სიხარული ბედნიერება მაგრამ თვითონ დავკარგე აი ეს ყველაფერი რა აბსოლუტურად ნუ ნახოთ ახლა კითხვები კი გვაქვს ჩვენ ახლა თუ რა გვეყოფა მე კიდევ გკითხოთ იმიტომ რომ გრძნობა თასები კი არის მაგრამ თითქოს აი ეს კარგი პერიოდები რომელიც ჩვენ ქონდა მე დავკარგე და ეხლა კი აქ რაღაცის შეიძლება იმედი მაგრამ აქ ძალიან დიდი დეპრესია არის ადამიანის კი ბატონო მაგრამ პრინციპში ოცნებობს რა არის აქ ანუ აქ როგორი მომენტი არის იცით ადამიანს ეთყობა ანუ იმპერატრიცა ეს რა იმაში არის რა ენერგიაში როცა ბრაზდება შეიძლება თავის თავზეც უფრო რომ ნამდვილად უნდა მაგას ეს ურთიერთობის თქვა გამოსვლა უნდა ამ პერიოდიდან უნდა დაბრუნება იმ პერიოდში როცა კარგად იყავით იმიტომ რომ აი ფანტაზიებში ბევრს ფიქრობს თქვენზე იმიტომ რომ ანუ თქვენ ზიხართ მის თავში სულ იმპერატრიცა ანუ სულ ვფიქრობ ხან ბრაზდები ხან რატომ აი თითქოს ადამიანის შეცდა არჩევანი ვერ გააკეთა თავის დროზე სწორი მივხვდით ვნახოთ მისი მთავარია ეს განცდა ვნახოთ მთავარი განცდა ნუ ახლა იმაზე რომ თქვენზე შეიძლება ინფორმაცია არ აქვს შეიძლება ფიქრობს ძალიან მიზიდავს ძალიან ანუ ეს განცდა იმაზე არის რომ რატომ მე სულ მაგაზე ვფიქრობ რატომ ასე მიზიდავს რატომ აქ ესეთი მდგომარეობა რომ სულ მინდა რომ თქვა სულ მაგაზე მე ფიქრება კი აი ეს არის განცდა ხო რატომ მიყვარს რატომ მინდა ეს და პლუს კიდე ის მომენტი რომ თქვენ ახლა ინფორმაცია შეიძლება თქვენზე არაფერი არ აქვს როგორ ხართ განწყობილი იმას განიცდის რომ მე არ ვიცი ვაფშე საერთოდ აქვს მაგას რამე
გრძნობა არ აქვს, იმიტომ რომ ეთყობა ცივად ეკცევით შეიძლება თქვენ. ანუ იმისი განცდა რომ თქვენგან არანაირი ინფორმაცია, აი კიდე გავიმეორებ, არ არის რომ რაღაცა მაინც რომ ვიცოდე, არაფერი არ ვიცი რა და აი ეს მაგას ძალიან განცდებში აგდებს რა, ასე რომ ვთქვათ რა უნდა რომ ვთქვათ შეცვალოს ამ ურთიერთობაში, უფრო აი ეს ბედნიერება უნდა რა, ისე ეს სიხარული, ისე ეს ენერგია, აი აქაც მაჩვენებს რომ დავკარგი ძალიან დიდი კომფორტი, ძალიან კარგად ვიყავი, აი ბედნიერად ვიყავი, ან როცა თქვათ აი ეს ამისი რაც დავკარგე, აი აქ დაკარგა ეს ბედნიერება ამ ადამიანმა, იმიტომ რომ არ გააკეთა, გაწყენინათ რაღაცას, არასწორად მოიქცა. ეს შეიძლება უცბად რაღაცა სიტყვი ნათქვამი, ხო? მაგრამ აი აქ მინდა ამ კარგი პერიოდის დაბრუნება მჭირდება, მინდა რა, ეს უნდა. რა ანუ ეს რა უნდა რომ შეცვალოს და რა უნდა რომ შეცვალოს, ზუსტად ეს არის რომ აი ეს მდგომარეობა უნდა შეცვალოს, ისე უნდა რომ იყოს ეს კარგი პერიოდი თქვენ ურთიერთობაში, რა მოსწონს თქვენ ურთიერთობაში, აი ნახეთ რა მოსწონს. ანუ აქ ნახეთ რა მოსწონს, რომ თქვენთან ეს ადამიანი რო იყო როგორც აი ოჯახში ვგრძნობდი თავს, ну ეხლა შეიძლება ქმარიც იყოს თქვენი დაუშვა და დაბრუნება უნდა ოჯახში, არ გამოვრიცხავ, საჯარო გაშლა შეიძლება მოსწონს ის რომ თქვენთან ყველაფერი ძალიან კარგი არის, შეიძლება კარგი ატმოსფერო, კარგი სიტუაცია არის, კარგი განწყობა, კარგი თქვათ შეიძლება დაუშვათ კარგი დიასახლისი ხართ რა, ანუ სავსე არის რა, ანუ როცა შევსებული ვარ, ანუ ეს მომწონს რომ აი ასე თავს ვგრძნობ ოჯახში კარგად, ანუ ეს ემართება ზოგჯერ თქვათ, ну შეიძლება აქ იყო რაღაც თქვათ გინდათ გიღალატეთ თქვათ, ან თქვენ ვერ აპატიეთ სიტყვაზე თუ იყო ღალატი, თქვენ ვერ აპატიეთ თქვათ ეს რაღაც, ან შეიძლება ღალატიც არ იყო, ну ღალატს ახლა აუცილებელი ხო არ არის, მხოლოდ თქვათ ახლა ვინმე სხვა ქალთან წავიდეს სიტყვაზე, ხო ღალატი არის სხვადასხვანაირი და ამ უნდა დაბრუნება იმ პერიოდში, სადაც თავს გრძნობდა არაჩვეულებრივად, თქვენს გვერდით ძალიან კარგად გრძნობდა და ну ახლა შეიძლება ვინმესთვის თუ დაუშვათ ახლა ან ოჯახში იყო, ან შეიძლება იყო თქვათ, ახლა ну აქ ვერ გამოვრიცხავ, როგორც თუ მოსინჯა სადმე რამე, მიხვდა რომ თქვენს გარდა აქ არავინ არ არის მისთვის აი კარგი, რომ იმპერატრიც არის მთავარი ქალი, ანუ ქალი, რომელიც ახლა ესეთი ქალი, რომელიც მას ვაფშე არც უნახი არ შეხვედრია ცხოვრებაში და შეიძლება ვერც წარმოედგინა საერთოდ და პლუს კიდე მაგას შეიძლება ვერ წარმოედგინა რომ თქვენ მოიქცევთ ისე როგორც თქვენ იქცევით, შეიძლება თქვენ აი რომ დაიღალეთ უკვე აღარც წერთ, აღარც მოქმედებთ, აღარც ინფორმაცია არ აქვს არაფერი ამას თქვენზე, არც შეიძლება თქვათ აი შეიცვალა რაღაცა თქვენშიც რა, ხო ხტებით რა, მაგრამ აი ეს ბედნიერება რომელსაც მაგი განიცდია თქვენთან ერთად, ეს ნამდვილად მაგას უნდა რომ ისე ეს მოსწონს თქვენთან, ანუ ხო გეუბნებით, ხო მაგალითი ხო დავიწყე, თქვა დაუშვათ ან თუ ვინმესთან წავიდე, მიხვდა რომ იქ ვერ ვივსები, თუ დაუშვათ ისე წავიდე სადღაც, ну არ იყო თქვენს გვერდით, აი თქვენი სითბო არ ყოფნის, გაიგეთ? აი ეს ჭირდება, მაგრამ თქვენი უშუალოდ სითბო უნდა, მაგრამ რომ თქვენ ახლა ეთყობა ცივად ეკცევით, გაიგეთ? აი სიცივე მოდის თქვენგან. და ამას ახლა მე გრძნობა მაქვს, მაგრამ ამან თითქოს ზურგი შეაქციე ჩემს გრძნობებს რა, ანუ სხვანაირად იქცევით თქვენ რაღაცნაირად. ამას ეს ყველაფერი ძალიან ენატრება ის პერიოდი, როცა კარგად იყავით თქვენ ურთიერთობა, როცა თქვენ თბილად იყავით, როცა თქვენ ყველაფერი მისთვის გინდოდათ, როცა ადამიანი ანუ იყო როგორც აი კარაკით იმაში, რა ვიცი მე, კარაკი რა, ყოველი კარაკში რუსულად ნათქვამი არის სირმასლი რა, აი ეგეთი რაღაცა, ყველაფერი რო გქონდა ადამიანს თქვენგან, აი ეს ბედნიერება, ეს სიხარული, აი ეს უნდა ადამიანს ისე რომ დაუბრუნდეს. ну როგორ უნდა რომ ეს ურთიერთობა განვითაროს მაგან აქ ახლა როგორ უნდა და თვითონაც არის ის როგორ უნდა, იმიტომ რომ მთვარის არკანი არის აქ პრინციპში აქ ნახეთ ახლა აქ ესეთი მომენტი არის რომ თვითონ ახლა იძირება ამ გრძნობებში, იცით როგორ არის საერთოდ
სიტყვა მომდის თითქოს რაღაცა უცნაურად, ეს რაღაც შეიძლება არასტანდარტულადაც ფიქრობს ეს ადამიანი რაღაცებს რა. როგორ გინდა რომ განვითარო, აქ რა გინდა რომ მითხრა შენ? რა გინდა რომ მითხრა შენ? აი კიდე მთვარე ღმერთო ჩემო. ისეთ როგორ არის, აქ ადამიანს აქ ამას შეიძლება უნდა ეს ურთიერთობა, მე-14 ენერგია, ჰარმონიული ურთიერთობა უნდა. იცით როგორ აქ ძალიან საინტერესოა რა. უფრო მეგობრული ურთიერთობა გაგება გქონდეთ, იმიტომ რომ თქვენი ენერგია არის ამისთვის რაღაცა რა არის, იცით, აი თქვენი ტყობა ამას აძლევთ რაღაცა სიმშვიდეს, ჰარმონიას. ანუ როგორ არის, იცით, აი რაღაც ესეთი ატმოსფეროა, როცა ანუ აი არაფერს მსგავსი. აქ ნახეთ, ანუ შეიძლება თუნდაც არის ესეთი ტიპაჟი რა, ხა თუ ეზოტერიკაც აინტერესებს დაუშვათ, ან მისტიკა, ან თვითონ რაღაც ესეთი ტიპაჟი, აქ არ მაჩვენებს იმას, რომ აი всё, ოჯახი ჩვენ შევქმნით და ერთად დავდივართ მაღაზიაში და ერთად თქვა, არა, თქვა ბავშვებს ზრდით, აი ეს სტანდარტული რაღაცა არა. აქ თითქოს როგორ არის, იცით, აი სიმშვიდე მინდა, აი სიყვარული მინდა, აი რაღაც აი ქართულად ცოტა არ მყოფნი სიტყვები როგორ აგიხწეროთ რა, აი რაღაცა ისეთი მისტიკური, რაღაცა ისეთი აი არამსგავსე რა ვიცი, აი ეგეთი მომენტები რა. იმიტომ რომ აქ თითქოს აქ ძალიან დიდი მიზიდულობა, აქ არის აი არასტანდარტ აქ რაღაცა თითქოს რომ ვეტყოდი აი სულების დონეზე რომ აი სულები რომ ერთად ცეკვავენ რა რაღაც აი ჰარმონია, ну ძალიან ისეთი მისტიკური ენერგიები რომ მინდა ჩავიძირო ამ ურთიერთობაში, მაგრამ პრინციპში როგორ გითხრათ რომ აი კი გამოდის აქ ვერთხების მეფეთ, მაგრამ რო გითხრათ რამე ქმედებაზე, არა, ესე ტყობა ან ძალიან რომანტიული ტიპი, ან ძალიან ანუ ურთიერთობა როგორც აი სტანდარტული მოგეუბნებით, ეგეთი ურთიერთობა არ უნდა, მაგას უნდა უფრო აი გრძნობები, რაღაცა მიზიდულობა, რაღაცა ესეთი მისტიკური, ხო ხდებით რაღაც ესე რა ენერგიებში წავედენ, ხო მიხვდეთ რაღაც უცნაური. ну, ნახოთ ახლა რამდენად მნიშვნელოვანია იმისთვის თქვენი ურთიერთობა, ну, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი, თქვენ ხართ მნიშვნელოვანი მაგ ურთიერთობაში. აქ იცით როგორ არის კიდე, ნახეთ, მთვარის ენერგია არის საერთოდ როგორც, ну, ქალის ენერგია უფრო რა. და შეიძლება აი ეს მთლიანად რომ ქალმა რასტвариться რა, ანუ ამ ურთიერთობაში რა რასტварение მიშველეთ რა, ეს სიტყვა მითხარეთ რა. იმიტომ რომ თქვენ რამდენად მნიშვნელოვანი ხართ ამ ურთიერთობა, თქვენ ნახეთ აი ხო თქვენ, მაგრამ აქ მე ვიკითხებოდი მაგას, რამდენად მაგისთვის მნიშვნელოვანი ეს ურთიერთობა და ეს მაჩვენებს რომ თქვენ მნიშვნელოვანი ხართ ამ ურთიერთობაში მისთვის, თქვენი ენერგია არის მნიშვნელოვანი, ანუ აქ ახლა კი, თქვენ, აი კიდე პენტაკლების დედოფალი, კვერცხების დედოფალზე მოდის, კი, თქვენ, იმიტომ რომ ეს თქვენი გემრიელი ენერგია, ეს თქვენ რომ იზიდავთ, თქვენ რომ აი ესეთი როგორ არის, იცით, აი სტაბილური ქალი, რომელისგანაც არ გინდა წასვლა რა, ეგეთი რაღაცა არის რა, ქალი, რომელიც აი სექსუალური იმის მიუხედავად, რომ რამდენად უნიშნელოვანი ეს არის, ან როგორ არის, იცით, აი რომ ისეთი აი არავინ არ მინდა სხვა, მოდით ასე ვთქვათ რა, აქ ესეთი ენერგია მოდის რა, ანუ შენთან მინდა, შენთან მოვდივარ, შენ მიზიდავ მე როგორც სექსუალურადაც, როგორც აი ქალი, როგორც დიასახლისი, ანუ ყველანაირად შენსკენ მოვდივარ და შენსკენ ვაკეთებ ნაბიჯ, შენთან მინდა. აი თუნდაც აი რაც არ უნდა იყოს, შეიძლება როგორიც არ უნდა იყოს თქვენ, აი მიგეჯაჭვათ რა, მაგრად მიგეჯაჭვათ თქვენ ეგ ადამიანი, თქვენი ენერგია სჭირდება ამ ადამიანს, მიხვდეთ, ძალიან სჭირდება თქვენი ენერგია ამ ადამიანს რა.
რა უნდა რომ გითხრას, მაგრამ ჩუმად არის. ნუ მეც აი ტრანსფორმაციული ეს 13 ენერგია მეც მინდა რომ რა შეიცვალოს, მეც არ მინდა რომ იყოს ისე როგორც იყო, როგორც გქონდა ჩვენ ეს რაღაცა მომენტები, რა რას გულისხმობ შენ კიდე რაზე? ხო, აი არ მინდა ამას იცით როგორი მომენტი არის. არ მინდა რომ იყოს აი ეს არასერიოზულობა, არ მინდა რომ იყოს რაღაცა ჩხუბი ჩვენს ურთიერთობაში. ანუ მინდა რომ შეიცვალოს, სხვანაირად მინდა რა. ანუ მინდა ჩამოსვლა თქვათ, უკვე მინდა რომ დასრულდეს ეს პერიოდი, როცა ჩვენ ჩხუბობ თქვათ, ან ჩხუბი რო იყოს. მე მინდა შენთან მოსვლა მინდა. კი, მინდა მე ეს გადაწყვეტილება მივიღე უკვე გონებაში, მიღებული მაქვს, მაგრამ მეშინია, არ ვიცი რა, აი არ ვიცი როგორი იქნება ეს ურთიერთობა, რანაირად შედგება ეს ურთიერთობა, როგორი კომუნიკაცია გვექნება და ამაზე უდიდესი ნერვიულობა აქვს და ამაში აქვს მაგას აი ძალიან ბრძოლა მიდის მაგის ანუ ეჭვიანობს უზომოდ დიდი ეჭვიანება გული აი ღმერთმა არ აქნას რომ შენ ვაფშე სხვა ურთიერთობა გქონდეს რომ შენ თქვა ჩემთან არ იურთიერთებ და დაუშვათ ახლა ამ ჩხუბის მერე საერთოდ თქვა შენ დახურე ყველაფერი და არც მელოდები არც გინდა ჩემთან არაფერი რა ესა და ეს არის კი ანუ შენ შეიძლება სულ ყველაფერი დაამთავრე აქ და სრულდა ყველა აიმე ღმერთო აქ ძალიან დიდი განცდები აქვს ადამიანს და ამ დროს მე მინდა ეს სიყვარული მე მინდა შენთან მოვიდე მე მინდა რაღაცა რომ ჩვენ გავაგრძელოთ ისე მე უკვე მინდა რომ ანუ აქ არის როგორ იცით აქ არის უდიდესი დანაკარგს როცა ადამიანი თქვა აი ხო წარმოიდგინეთ რომ რაღაცა უმნიშვნელოვანესი იყო თქვენთვის რაღაცა თქვენ ეს დაკარგეთ რა ანუ აი მგლოვიარი ტიპი არის რა იმენა რომ აი რა ვიცი მე აი ეს როგორი სიტუაცია იცი რომ აი როცა უკვე ვერაფერს ვერ დააბრუნებ უკან და აი იმიტომ რომ არ ვიცი ჩვენ ხო ვთქვით რომ არც ინფორმაცია იცის თქვენ ახლა ცივად ხართ განწყობილი და აი ეს ყველაფერი ამასში რაღაც ისეთ ენერგიებს იმაშვება რა აი სულ აი ახლა მივხვდი ყველაფერს რა ანუ მივხვდი რა დავკარგე მივხვდი რომ მაგრამ შეიძლება ცოტა ფინანსური მდგომარეობაც გქონდეს. ანუ რა არის, იცით ახლა ადამიანი ტრანსფორმაციაში რო შედეს უკვე შეგაგდებენ როცა ეს არის როგორ როდეს იცით ანუ მოქმედებს ძალიან ფინანსებზე ანუ საერთოდ ნახეთ ფინანსები არის ძალიან ისეთი მომენტი რომელიც გვაჩვენებს ჩვენ ყოველთვის იმას რომ თუ ვაფშე არა ის კი არასწორად რაღაცას აკეთებს შენ შეიძლება ურთიერთობაშიც არასწორად იქცევი თქვა ან არ მიდიხარ შენ დანიშნული ანუ არ აკეთებ რაღაცას ისეც და აი ეს ყველაფერი ანუ გართმევენ და როცა შენ ყველაფერს გართმევენ და გტოვებენ ისე რომ აი რაღაცნაირად აი დევზე რომ გამოაგდო თქვა ახლა ზღვიდან და ჰაერი სჭირდება საიდან ხო სანამ ვიღაცა არ მოვა არ მოგეხმარება თქვა ამით ეს არა იღებს და არ შეგდებს ისევა იმ ზღვაში აი აქ ესეთი მდგომარეობა აქ ადამიანს რომ თითქოს აი ყველაფერი უცბად დამენგა ყველაფერი უცბად დამეცალა ყველაფერი აი ავანტყოფური განცდები მინდა გამოვიდე აქე ვერ გამოვდებ იმიტომ რომ განვიცდი ამ დანაკლეს ფულიც არა ის არა სიყვარული რაღაცა და ანუ თითქოს აი მინდა რომ ეს ყველაფერი დასრულდეს რა მინდა აი ეს მდგომარეობა საშინელი დასრულდეს და მაგა როგორ მინდა მოსვლა მაგა არ ვიცი შენ როგორ მიმიიღებ გაიგეთ აი ეს განცდა არის რა ანუ ჩვენ ხო ვთქვით რომ თქვენ პრინციპში თქვენთვის ძვირფასი ეს ადამიანი და ნამდვილად თქვენ ახლა ვფიქრობთ მაგის დაბრუნებას. ნუ ნახოთ რა სადმიდის. ნუ აქ ახლა შერიგება იქნება ყველა ვარიანტში. სამყარო ამაზე ფიქრ დასრულდება ასეთი მდგომარეობა ნამდვილად ეს ალბათ საჭირო იყო. ეს ყველაფერი რაც კი მოხდა აქ და ვისი საჭირო იყო უფრო ეს სიტუაცია. აი ეს იყო გაკვეთილი ორივესის ალბათ იყო რაღაცა საჭირო, იმიტომ რომ ეს უმნიშვნელოვანესი პერიოდი გქონდა თქვენ კი აქ მაღალი ძალების გადაწყვეტილება იყო მიღებული, იმიტომ რომ ანუ ნუ აქ უკვე ისეთ როგორი მომენტი არის. აქ იყო თითქოს აი გოგოსთვის იყო ზუსტად იმისათვის რომ თქვენ გამოსულიყავით რაღაცა ისეთი ენერგიებიდან როცა ნუ დაგანახეს რაღაცები დაგანახეს
თქვენს გაიარეთ აქ თქვენებურად რაღაცა. პლუს კიდე აქ შეიძლება დაანახეს თქვენს მეფეს, აი აქ მარტოობით კი, აი აქ დაგანახეს რა, თქვენ დაგტოვეს კაი ხანი მარტო იმისათვის, რომ გოგო უნდა გამოსულიყო შებოჭილებიდან. ანუ რაღაცა ხო არის თქვა, აი ჩუმად ვარ იმას არ ვეუბნებას, ამას არ ვეუბნები, ვზივარ აქ ამხელა თვირთი, ხო თქვით, რომ იმანაც მიხვდა, რომ თქვენ დაიღალეთ უკვე აქ ამდენი თვირთის თრევით, რომ ყველაფერი თქვენზე იყოს ეთყობა დაგანახეს შენ, რომ ანუ დაგაჯინეს და ნახე აბა ეხლა დაუშვით შენ რომ მარტო ხარ, როგორ გრძნობ თავს, ხო სიტყვაზე. აი თქვენთვის ეს იყო მნიშვნელოვანი, პლუს კიდე კი, აი ბიჭისთვისაც იყო ეს კი, ეს იყო დრო იმისთვის, რომ თქვენ გეფიქრათ და თქვენი ურთიერთობა წაგიყვანათ სხვანაირად, აი სხვანაირად, იმიტომ რომ აქ თითქოს მთელი საგვარეულო, ნახეთ როგორ მომწონს აქ დასტაში, მთელი საგვარეულო უკვე ისე არის, რომ რა გითხრათ რა, რომ ნუ როდენდე ასე უნდა იყო, უნდა დასრულდეს რაღაცა, მაგრამ აქ პაუზაც უნდა დასრულდეს უკვე. თუ იყო, კი. კი ბატონო, თქვენ ახლა ნამდვილად აქ უნდა მიუხტარიყავით, აქ ლაპარაკი რაზე, ეცეთ? აქ ლაპარაკი იმაზე, რომ თქვენ უნდა გაგიგოთ ერთმანეთის ფასი, თქვათ, ხო? თქვენ აქ უნდა კი არ უნდა გქონოდათ ეს მომენტი, რომ თქვათ, არა მე ვარ მართალი, არა მე ვარ მართალი და ერთმანეთთან რაღაცა ბრძოლები, ხო? აი ეს სიტუაცია, აი ამაზე უნდა გეფიქრათ თქვენ, რომ ურთიერთობაა ჩვენთვის, ანუ ჩვენ ვართ ერთმანეთის მნიშვნელოვანი, ჩვენ ვართ ერთმანეთის ძვირფასი ადამიანები და არა ის, რომ აი მე უფრო მაგარი ვარ და შენ უფრო მაგარი ვარ და ვინ არის უფრო კარგი და ვინ არის უფრო მნიშვნელოვანი, ну, короче, აი ეგ რაღაც სისულელეები რა. და ამისთვის მოგცეთ თქვენ სამყარო, თქვენმა საგვარეულო მოელაპარაკეს და თქვენს რომ მოდი ცოტა ხანი ესენი გავაჩუმოთ, გავაჩეროთ და გაიგონ მაგათმა ეს ფასი, ამ ურთიერთობის ფასი, იმიტომ რომ ეს ურთიერთობა უმნიშვნელოვანეს, ეს ღმერთმოცემული ურთიერთობა რა, რომელიც თქვენ აი რა დონეზე მიიყვანეთ რა და ამიტომ თქვენს რომ ცოტა იყავი შენთვის ის თავისთვის და დაფიქრდეთ, გაანალიზეთ სიტუაცია ვაფშე რა ხდება რა. რეებს აკეთებ, თქვენ აქ შეიძლება თქვენ სთხოვეთ სამყარო მოგცეთ თქვენ ახლა ის ადამიანი, რომელიც თქვენ ფიქრობდეთ და ოცნებოდეთ, თქვენ რა გაუკეთეთ ამ ურთიერთობას რა. აი რა გაუკეთეთ ამ ურთიერთობას და ამიტომ არის ეს მომენტი ზუსტად, რომ აქ პრინციპში ეს პერიოდი სიჩუმის მთავრდება უკვე მაღალდალებმა და თქვენმა საგვარეულომ თქვენ всё კმაყოფილები ვართ ჩვენ, რაც მოხდა უკვე რაღაცა გაიგეს ამათმა, მიხვდნენ იმ ისე და ამიტომ უკვე მიდიხართ თქვენ ბედნიერებისკენ მოდიხართ უკვე აქ როგორც გითხარით როგორც გითხარით, მე მგონი იმ გაშლაში გითხარით, თქვენ რაღაცა მსგავსი არის რა. გაშლა თქვენ მიდიხართ, როგორ იცით, თქვენს აქ ინტუიცია გაგიხსნება, აქ ვიღაცას ახალი ეტაპი ექნება კიდე, ისეთი რაღაცა, რასაც არ ელოდებოდით. ვიღაცაში გაიხსნება რაღაცა, გოგობა ძალიან მაგარი ენერგიები იხსნება თქვენში, მაგრამ თქვენი ადამიანიც დაბრუნდება თქვენთან, იმიტომ რომ აქ ეს დამთავრდა ეს ტრანსფორმაცია, რაღაცა საშინელი დამთავრდა ტრანსფორმაცია და აქ არის რომ აქ სულები მიდიან ერთმანეთთან. ბედნიერებისკენ კი. გეუბნებით, აქ გაიარეთ თქვენ ვისთვის არის კიდე ეს გაშლა, ვინც გაიარა ახლა ძალიან რთული ტრანსფორმაცია. თქვენ იყავით, შეიძლება გაგაცალცალკავეს თქვენთვის, თქვენი პარტნიორი ცალკე. ეს იყო ჩაფიქრებული რისთვის, რომ თქვენ სიყვარული გაქვთ ორივეს, მაგრამ აი ის არ არის, თქვათ, შეიძლება არ აფასებდით იმას, რასაც თქვენ გაძლევდნენ ამ ურთიერთობაში, იმიტომ რომ ნახეთ, აი აქ როგორი იყო, იცით სიტუაცია, არა მე ვარ მართალი, არა მე მაქვს ჩემი პრინციპი, ანუ თითქოს ცხოვრობდით, როგორ იცით, რომ მე ჩემი ცხოვრებით ცხოვრობ, შენ შენი ცხოვრებით ცხოვრობ. აი ეს გაერთიანება არ იყო რა თქვენში და აქ ახლა მოგცეს ეს პერიოდი იმისთვის, რომ გეფიქრათ, რომ რამდენად მნიშვნელოვანი არის შენთვის ეს პიროვნება, ხო? და გაანალიზეთ და დაფიქრდეთ, ანუ იმას, რა ცვლილი შემოაქვს თქვენს ურთიერთობაში, აი და ორივეს ეს უნდა გქონდათ თქვენ
რაღაცა დაფასება, რომ მე მივხვდი, რომ შენ ჩემთვის რამდენი რამე გააკეთე, მეც მივხვდი შენ ჩემთვის რამდენი გააკეთე. ჩვენ მივხვდით, რომ ჩვენ ერთად როცა ვართ, უფრო მშვენივრად და კარგად და ბედნიერად ვართ, კარგად ვართ, ხო? მაგრამ იყო რაღაცა პროცესები, რომელიც თქვა შეიძლება პასუხისმგებლობას არ ვიღებდი მე, იმიტომ რომ თქვათ ეხლა ვარ აი ესეთ ენერგიებში, რომ სულ რაღაცა თქვა დაუფრინავ სადღაც ილუზიებში, რაღაცებში, რომ აი თუ ურთიერთობა მარტო თქვათ არის ვნება, ურთიერთობა მარტო თქვათ სექსი, ურთიერთობა მარტო ეს არა, ეგ არ არის. და აი ეს და რამე რომ გავაკეთო, რა უნდა გავაკეთო მე და დაუშვოთ ეხლა ან რა უნდა გავაკეთო, რაღაცა ქმედებები არ ქონდა თქვა შეიძლება მამაკაც, ხო? ნუ ისეთი რაც საჭირო პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ დაფრინავს სადღაც. აი ეს დრო მოგცეს თქვენ იმისათვის, რომ თქვენ გაგეაზრათ რა ნამდვილად თქვენ გინდათ რომ იყოთ ერთად და აი აქ მივხვდით თქვენ რომ ერთმანეთის გარეშე თქვენი სულები იფშნება, აი ვერა ხართ კარგი, ორივე ხართ დიდ განცდაში რა. ანუ ცუდათა ხართ ორივენი, რაღაცა გენგრევა, რაღაცა თქვათ აი და თქვენმა სულებმა ეს რა ვიცი მე ადამიანები რა არის სულებით არიან კი უნდათ ერთმანეთთან მიზიდულობა არის, მაგრამ ადამიანები თვითონ რაღაცა თავისი აი გონები და რაღაცა და სოციუმის რაღაც მომენტებით აპუჭებენ რა ყველაფერს რა. იმიტომ რომ არ არის მე სულ მაგას გეუბნებით რომ ნუ ფიქრობთ მხოლოდ და მხოლოდ ნუ უყურებთ ურთიერთობას მხოლოდ თქვათ მატერიალური თვალსაზრისით აი აქ მიწიერ დონეზე რა. აი ფიქრეთ რომ სული ჩემი რას ვიღებ მე კარგს ამ ადამიანისგან, დაფიქრდეთ რას გეუბნება, დაუჯერეთ ზოგჯერ თქვათ ერთმანეთს ეძებეთ ეს ჰარმონია, რომელიც თქვენ გეძლებათ ნებისმიერი ურთიერთობა კი არის ეხლა იმისათვის რომ ჩვენ აქ რაღაცები გავიაროთ, მაგრამ თუ შენ დაფიქრდები და ანუ კი მტკივნეულია ზოგჯერ ჩვენი პრინციპები გვაქვს რაღაცა და მაგისთვის გვეძლება ეს ადამიანი რომ გავუგოთ ერთმანეთს, ხო? თუ შეიძლება 15 კაცი და ქალი შეცვალო, მაგრამ ამასთან გაარკვიე, ხო? იმიტომ რომ მე უარესი შეხვდება და მე ისეთ რაღაცებში ჩაგაგდებს, რომ იტყვი რომ ნეტა ყოფილი ვიყავი იქ სადაც ვიყავი, რომ და გამევლო იმასთან ეს ყველაფერი რა, იმიტომ რომ არის ეგეთი მომენტები, უბრალოდ ზოგჯერ გვიან ხვდებით ხოლმე რა, ზოგჯერ ნუ ეს უკვე ინდივიდუალურია, ვინ რა როგორანაირად ახლა რა ამოცანები გაქვთ, მაგრამ აი ამ შემთხვევაში რაც აქ არის, აქ თქვენ ეს ტრანსფორმაცია გაიარეთ უკვე ეს დაფრყოლებები რაც იყო პრინციპში მთავრდება, ძრა იქნება თუ თქვენ პაუზაში იყავით, მაგრამ ნუ კარგად დაფიქრდით თქვენ ერთმანეთის ფასი გაიგეთ, ვინ ხართ ერთმანეთისთვის და მაშინ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. всё, ჩემო სიხარულებო, მე გისურვებთ როგორც ყოველთვის ბედნიერებას და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს. აი თქვენი ენერგია, გოგოებო, სულ ყველაფერი თქვენ ხელშია, აბსოლუტურად. დაფიქრდეთ. всё, გაკოცეთ. ყველაფერს კარგს გისურვებთ.